კახეთში, ქართლსა და მცხეთა-მთიანეთში კალიების საწინააღმდეგო ღონისძიებები ტარდება. ტერიტორიები სპეციალური პრეპარატებით იწამლება. მავნებლები, რომლებიც მოსავალს უქმნიან საფრთხეს, განსაკუთრებით დედოფლის წყაროშია. გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციამ მავნებლებთან ბრძოლის პროგრამის მიმდინარეობა საქართველოში ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ პროექტად დაასახელა. სოფლის მეურნეობის სამინისტრო საკმაოდ აქტიურად მუშაობს და მიმდინარეობს კალიების საწინააღმდეგო ღონისძიებები. მოგეხსენებათ, ეხლა ხდება კვერცხდების პერიოდია და ხდება შემდეგ მომავალში ამ კალიების გამრავლება, რომელიც სერიოზულ საფრთხეს უქმნის ხოლმე სასოფლო სამეურნეო კულტურებს, განსაკუთრებით ქერი, ხორბალი და მოგეხსენებათ დედოფლის წყაროსთვის ეს ძალზედ მნიშვნელოვანია და დაახლოებით 7000 ჰექტრამდე ტერიტორია უკვე დამუშავდა დედოფლის წყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, რაც საშუალებას მოგცემს, რომ უკვე შემოდგომიდან და განსაკუთრებით გაზაფხულზე, როდესაც უკვე ეს დათესილი კულტურები ვითარდება, კალიებმა არ დააზიანონ და ჩვენმა ფერმერებმა და გლეხებმა მიიღონ სრულფასოვანი მოსავალი. საწინააღმდეგო ღონისძიებები აქტიურად მიმდინარეობს, რაც დედოფლის წყაროსთვის ძალიან აუცილებელია, იმიტომ რომ დედოფლის წყაროში ბერელია საქართველოსი დედოფლის წყარო, სადაც ფერმერებს მოყავთ როგორც ქერის, ასევე ხორბლის მოსავალი და მათთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ამ ღონისძიებების გატარება.